2016 წლის ნოემბერში 34 წლის შერი პაპინი კალიფორნიაში თავისი სახლის სიახლოვეს დილის სირბილის დროს გაუჩინარდა. ქალის 3 კვირის მერე იპოვეს გზის პირას. ის ძალა გამოსვლილი და ნაცემი იყო. ქალმა პოლიციას უთხრა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში 2 ლათინოამერიკელი ქალის ტყვეობაში იმყოფებოდა, თუმცა თანდათანობით მის მონათხრობ ისტორიაში რაღაც შეუსაბამობები გაჩნდა და გამოძიებამ სრულიად განსხვავებული ფორმა მიიღო. შერი პაპინი სრულიად ჩვეულებრივი ამერიკელი დიასახლისი იყო. 2 შვილის დედა. შერის და მისი ქმრის კიტის სიყვარულის ისტორია რომანტიკული იყო. მათ ერთმანეთი 2008 წელს გაიცნეს და როგორც ამბობენ, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გაცნობიდან 1 წლის თავზე კიტმა თავის ცისფერ თვალებას შეყვარებულს ხელი სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ. წყვილჯერ ბიჭი შეეძინათ, მერე კი გოგო. შერის და კიტს ყველაფერი ჰქონდათ ბედნიერი ცხოვრებისთვის. დიდი სახლი, სტაბილური შემოსავალი და შვენიერი შვილები. ისე ჩანდა, რომ ისინი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობდნენ და მათი ოჯახური მყუდროობის დარღვევა არავის შეეძლო. მაგრამ 2016 წლის 2 ნოემბერს ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება, რომელიც ზღაპარს გავდა უეცრად ნამდვილ კოშმარად გადაიქცა. იმ შემოდგომის ჩვეულებრივ დღეს შერი, როგორც ყოველთვის, დილით სავარჯიშოდ გავიდა. როდესაც კიტი საღამოს სამსახურიდან დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ცოლი სახლში დილის მერე არ დაბრუნებულა. არც ბავშვები გამოუყვანია ბაღიდან და მისი მანქანაც ფარეხში იდგა. ფული, ძვირფასეულობა, საბუთები სახლში ხელუხლებელი იყო. შეშფოთებულმა კაცმა ჯერ ბავშვები გამოიყვანა ბაღიდან, მერე კი პოლიციაში გაეშურა და ცოლის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. სასუწარკვეთილი ქმარი პოლიციის გამოძიებას არ დაელოდა და გადაწყვიტა თავად გასულიყო გაუჩინარებული ცოლის კვალზე. მან ბუნებრივია იცოდა, რა მარშრუტითაც დარბოდა დილაობით შერი. იმავე გზით წავიდა და გზად ცოლის ხურსასმენები, სმარტფონი და თმის ამოგლეჯილი ფხუჯა იპოვა. ამ აღმოჩენამ სამართალდამცველები აიძულა საქმეს მეტი სერიოზულობით მოკიდებოდნენ და ძიება უფრო ინტენსიურად წარემართათ. დაიწყო მასშტაბური სამძებრო სამუშაოები. დაკარგული ქალის ზებნაში პოლიციის გარდა ადგილობრივი მცხოვრებლებიც ჩაერთდნენ. ქალაქ რედინგში მომხიბლო ახალგაზრდა ქალს ბევრი იცნობდა და გულწრფელად ცდილობდნენ დახმარებოდნენ გამოძიებას. დაკარგული ქალის შესახებ განცხადებები ქუჩებშიც გააკრეს და სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემებშიც გამოაცხადეს. ძებნა არა მხოლოდ კალიფორნიაში, არამედ მეზობელ შტატებშიც დაიწყო. თუმცა ყველა მცდელობა ამაო იყო. პოლიციაში უამრავი ზარი შედიოდა. ადამიანები იტყობინებოდნენ, რომ მსგავსი ერის ქალი შენიშნეს, თუმცა ყველა ეს შეტყობინება ცდარი აღმოჩნდა. შერი პაპინი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა გაუჩინარებიდან 3 კვირის თავზე. მადლიერების დღეს. ის ქალაქიდან 250 კილომეტრის დაშორებით ნახეს. ქალი ტრასის გასწვრივ მიდიოდა და შემხვედრი მანქანების გაჩერებას ცდილობდა. ქალი საშინლად გამოიყურებოდა, წონაში დაკლებული ჰქონდა, ცხვირი გატეხილი, სახე და სხეული კი სისხლ ჩაქცევებით ჰქონდა სავსე. პოლიციას შერი მოამბო, რომ ის 2 ლათინოამერიკელმა ქალმა გაიტაცა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. ქალმა თქვა, რომ გამტაცებლები მას იარაღით ემუქრებოდნენ. მანქანაში ჩატენეს და გაიტაცეს. როდესაც შერი იპოვეს, მას გრძელი თმები მხრებამდე მქონდა შეჭრილი, მარჯვენა მხარზე კი უცნაური დამწრობა აღმოაჩნდა, რომელიც დამღასკავდა. ანალიზებმა შერის ტანსაცმელსა და სხეულზე, როგორც მამაკაცის, ასევე ქალის დნმ-ის კვალი აღმოაჩინა. შერის ისტორია მუზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. პლატფორმა GoFundMe-ის მეშვეობით ადამიანებმა $49,000 შეაგროვეს შერის მკურნალობის ხარჯების დასაფარად. პარალელურად კი პოლიცია და FBI ფართო მასშტაბიან გამოძიებას განაგრძობდნენ. შერის ქმარი კიტი ნებაყოფილობით დათანხმდა სიცრუის დეტექტორზე გამოკითხვას. მან ასევე ნებაყოფილობით გადასცა წვდომა გამომძიებლებს თავის ტელეფონსა და კომპიუტერზე. აშკარად ჩანდა, რომ ქმარი გულწრფელად ბედნიერი იყო ცოლის დაბრუნებით, თუმცა მალე კიტს გულში ეჭვმა გაჰკრა. ცოლის მონათხრობში რაღაც დეტალები ერთმანეთთან კავშირში ვერ მოდიოდა. აი რა უთხრა კიტმა მოგვიანებით ჟურნალისტებს. ბევრი რამ იყო, რაც უბრალოდ არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მაგრამ მე გულწრფელად მინდოდა ჩემი მეუღლის მხარდაჭერა. საკუთარ ცოლს თუ ვერ ენდობი, მეტი ვის უნდა ენდო. მე საკუთარი თავისთვის მტკიცებას განვაგრძობდი, რომ ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ცოლისთვის. მე მჯეროდა, რომ ის ჩვენთან ბედნიერი იყო და რომ შერის არ სურდა სხვა ცხოვრება ჩვენს გარეშე, ვიღაც სხვასთან ერთად. ეჭვები კი მხოლოდ ქმარს არ გასშენია. FBI-ის აგენტებსაც გაუჩნდათ.
შერი ამტკიცებდა, რომ საშინელ პირობებში ამყოფებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ. მისი სიტყვებით, ბოროტმოქმედები ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ, ან მის ორგანოებს გაყიდდნენ, მაგრამ საბოლოოდ არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ წაუყენებიათ. შერი ამტკიცებდა, რომ ბოლოს ბოროტმოქმედებმა ის მანქანაში ჩასვეს და ტრასაზე დატოვეს, სადაც ის იპოვეს კიდეც. ხომ რაღაც უაზრობა გამოდის, რა მოტივი ჰქონდათ ამგვარი ქმედებისთვის გამტაცებლებს. გამოძიებამ, რომელიც პოლიციამ და ფედერალური ბიუროს აგენტებმა ერთობლივად ჩაატარეს, ყველაფერი თავის ადგილას დაალაგეს. დადასტურდა, რომ შერი არავის გაუტაცებია. მეტიც, მთელი იმ დროის განმავლობაში ქალმა შესანიშნავად გაატარა დრო თავის საყვარელთან, მიჩიგანის შტატში, სახლიდან 100 კილომეტრის დაშორებით. მატყუარა ქალის გამოაშკაროებაში გამოძიებას მისი ტელეფონი დაეხმარა. სატელეფონო ზარების შემოწმება მაჩვენა, რომ ვითომ გატაცებამდე 2 დღით ადრე შერი ვინმე ჯეიმს რეიესს ესაუბრა. ის სრულიად შემთხვევით შერის ყოფილი ბოიფრენდი აღმოჩნდა. FBI-ის აგენტები მიჩიგანში გაემგზავრნენ, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა და ხელში ჩაიგდეს ბოთლი, რომლითაც კაცმა წყალი დალია. შემდეგ ამ ბოთლიდან დნმ-ის ნიმუში აიღეს, რამაც დაადასტურა, რომ ბიოლოგიური კვალი შერის სხეულზე სწორედ ჯეიმს ეკუთვნოდა. მამაკაცი დაკითხვაზე დაიბარეს და მან უყოყმანოდ მოყვა ყველაფერი, რაც მოხდა. ყოფილმა გოგომ მას თავად დაურეკა და ქმარზე დაიჩივლა, რომელიც შერის თქმით ტირანი იყო და გამუდმებით სცემდა. შერიმ ყოფილ შეყვარებულს დახმარებას თხოვა და გაქცევის გეგმა უამბო. ჯეიმსი დათანხმდა, დათქმულ დროს და ადგილას ქალს თავისი მანქანით მიეკითხა და თავისთან მიჩიგანში წაიყვანა, სადაც ალერსსა და სიყვარულში გაატარეს 3 კვირა. თუმცა რაღაც დროის შემდეგ ალერსით გული რომ იჯერა, შერის სახლი მოენატრა. პირველ რიგში კი შვილები და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. ჯეიმსმა ის კალიფორნიაში წაიყვანა და როგორც მამაკაცი ამტკიცებდა, ქალისთვის არანაირი ზიანი არ მიუყენებია. ყველა დაზიანება, რაც შერის აღმოჩნდა, ქალმა თავად მიიყენა. 2022 წლის მარტში შერი პაპინი დააპატიმრეს და თაღლითობასა და სრუჩვენების მიცემაში წაუყენეს ბრალი. დაპატიმრებიდან 1 თვის თავზე ქალმა დანაშაული სრულად აღიარა და დაადასტურა, რომ გატაცების ისტორია მთლიანად მოგონილი იყო. მას წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯეს და სახელმწიფოსთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრეს $300,000 ოდენობით. შერის ქმარმა კიტმა მოგვიანებით თქვა, რომ განსაკუთრებით მძიმედ ამ ისტორიამ ბავშვებზე იმოქმედა. თავდაპირველად მათ სახლიდან გასვლის ეშინოდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ დედის გამტაცებლები შეიძლება დაბრუნებულიყვნენ. სიმართლის გამოაშკარავების მერე კი მამა ბავშვების ზედმეტი და არაჯანსაღი ყურადღებისგან დაცვას ცდილობდა. ოჯახი რა თქმა უნდა დაინგრა. კიტმა შერის ჩადენილი ვერაპატია და სასამართლოს ძალით შეეცადა მისთვის ბავშვებზე მეურვეობა ჩამოერთმია და ამას ქალის არაჯანსაღი ფსიქიური მდგომარეობით ხსნიდა. თუმცა სასამართლომ კაცის სარჩელი არ დააკმაყოფილა და შერის ბავშვების მონახულების უფლება დაუტოვა. შერიმ კი სასჯელი მოიხადა. ახლა ის ძალიან იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და აცხადებს, რომ უზომოდ ნანობს ჩადენილს. შერის ისტორიამ ჰოლივუდის ყურადღებას მიიპყრო და 2023 წელს გაქირავებაში გამოვიდა ფილმი სახელწოდებით შერი პაპინის გატაცების საიდუმლო. ჰონორარის წყალობით, რაც შერიმ ისტორიის გამოყენების უფლებისთვის მიიღო, მან ჯარიმას გადაიხადა და კიდევ საკმაოდ ბლომად ფულიც დარჩა. გასაგებია, რომ შერი პაპინის სულელურად მოიქცა, მაგრამ მაინც, როგორ ფიქრობთ, რა მაიძულა ახალგაზრდა ქალი საკუთარი გატაცების ინსცენირება მოეხდინა? იქნებ რეალობა მისთვის მართლაც აუტანელი იყო.